შეხვდებიან თუ არა ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან აუდიენციის გაუქმებულად გამოცხადების მიუხედავად, როგორც ჩანს, შეხვედრის გამართვის ალბათობა მაინც არსებობს, რაზეც თეთრი სახლის პრეს-სპიკერის ბოლო განცხადებაც მიუთითებს. ვაშინგტონს რუსეთის მიმართ გამკაცრებული რიტორიკის ფონზე მოსკოვზე ზემოქმედების ბერკეტებიც ამოქმედებული აქვს. ამერიკის შეერთებული შტატები იმედს იტოვებს, რომ სანქციებზე მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტს სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდამდე მიიყვას. ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას ითხოვს ევროპა და უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ფინანსური და სამხედრო დახმარების მისაღებად მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთშია. დაგეგმილია მსურველთა კოალიციის შეხვედრაც, სადაც მთავარი თემა სწორედ უკრაინის თავდაცვის გაძლიერება. თიკა მიგინეიშვილის რეპორტაჟი. უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ამჯერად გეს ევროპისკენ იღებს და დასავლელ პარტნიორებთან განაგრძობს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. შეხვედრის ადგილი ლონდონია. ვოლოდიმირ ზელენსკის საკმაოდ დატვირთული დღე გამოუვიდა. ჯერ დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა. შემდეგ დაუნინგ სტრიტზე წითელი ხალიჩის თანხლებით პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. მათ დანიის და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებით შეუერთდნენ ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად. მოგვიანებით კი მსურველთა კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. დღის წესრიგში კონკრეტული მოთხოვნები იყო. მათ შორის უკრაინისთვის შორბანძილზე მოქმედი იარაღის გადაცემა. შეხვედრაზე მსურველთა კოალიცია მიმდინარე წლის დანარჩენი პერიოდისთვის მკაფიო გეგმა შეიმუშავა. პირველ რიგში ჩვენ მივიღებთ ზომებს რუსული ნავთობის და გაზის გლობალური ბაზრიდან ამოსაღებად. ასევე ჩვენ გადავწყვიტეთ განვაგრძოთ მუშაობა რუსეთის გაყინულ სუვერენულ აქტივებზე და განვბლოკოთ მილიარდები უკრაინის თავდაცვის დასაფინანსებლად. უკრაინაში განხორციელებული ნგრევის საფასური რუსეთმა უნდა გადაიხადოს. ამიტომ ჩვენ გსურს სწრაფად წავიდეთ წინ რეპარაციული სესხების მიწოდების პროცესში. ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რათა დავიცვათ მისი მოსახლეობა და ენერგოინფრასტრუქტურა. ჩვენ ვაჩქარებთ ბრიტანულ პროგრამას, რათა უკრაინას მივაწოდოთ 5000-ზე მეტი მსუბუქი მრავალფუნქციური რაკეტა. ჩვენ შევინარჩუნებთ სამხედრო ზეწოლას პუტინზე შორმანძილზე მოქმედის შესაძლებლობების მუდმივი მიწოდებით. ჩვენ ასევე განვაგრძობთ მუშაობას უსაფრთხოების გარანტიებზე. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების საკითხიც იყო. სწორედ ამაზე ვერ შეთანხმდნენ გუშინ ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში გამართულ სამიტზე. როგორც ირკვევა, იდეის წინააღმდეგ ბელგიის პრემიერ-მინისტრი წავიდა. გაყინული აქტივების უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 225 მილიარდი დოლარი სწორედ ბელგიაშია. გასათვალისწინებელია ევროკავშირის კანონმდებლობაც, რომელშიც თეთრი ჩავზე წერია, რომ აქტივები გაყინული უნდა დარჩეს მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს არ შეწყვეტს და მიყენებულ ზიანს არ ანაზღაურებს. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ინიციატივა ბარიერებს გადალახავს, ეს მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება უკრაინისთვის, რადგან ქვეყნის სამხედრო საჭიროებები 2026-2027 წლებისთვის დაახლოებით 135 მილიარდი დოლარია. ევროპელმა ლიდერებმა ვალდებულება აიღეს, რომ უკრაინის ფინანსური საჭიროებები დაიფაროს მომდევნო 2 წლის განმავლობაში. ჩვენ კომისიას მოვთხოვეთ, რაც შეიძლება მალე წარმოადგინოს ვარიანტები, რათა უკრაინას ჰქონდეს რესურსები, რომლებიც სჭირდება თავდაცვისა და ბრძოლისათვის 2026 და 2027 წლებში. რუსეთმა კარგად უნდა გაითვალისწინოს ეს. უკრაინას ექნება ფინანსური რესურსები, რომლებიც სჭირდება თავის დასაცავად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. პარალელურად გვაქვს შეერთებული შტატების სანქციები, რომლებმაც მუშაობა დაიწყო. რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობ კომპანიაზე დაწესებულმა სანქციებმა მოსკოვთან ერთად ევროპას შეაშფოთა, რადგან რამდენიმე ქვეყანა დღემდე რუსულ ენერგორესურსებზეა დამოკიდებული. მაგალითად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკვე ამბობს, რომ მუშაობს სანქციების გვერდის ავლაზე. ეს ცხადყოფს, რომ ბუდაპეშტი სერიოზულად უდგება ვაშინგტონის კურსის იგნორირებას. უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელსაც შეერთებული შტატების გადაწყვეტილებამ პრობლემები შეუქმნა. გერმანიაში რუსული როსნეფტის რამდენიმე ნავთობ ქარხანაა, სადაც ქვეყნის საწვავის დიდი ნაწილი იწარმოება. თუ ამ კომპანიებზე სანქციები ამოქმედდება, გერმანიას საწვავის ბაზრის კოლაფსი და ფასების ზრდა ემუქრება. სწორედ ამიტომ ბერლინი ვაშინგტონს გამონაკლის თხოვს. ამ საკითხს ამერიკელებთან განვიხილავთ. ვარაუდობ, რომ როსნეფტი გათავისუფლდება სანქციებიდან. ჩვენ უნდა დავიცვათ უნგრეთის უფლება შეიძინოს ნავთობი და გაზი რუსებისგან, ან იმავე ფასად, ან უფრო იაფად. ეს თამაში არ დასრულებულა, უკვე არსებობს სანქციები გარკვეული რუსული ნავთობ კომპანიების წინააღმდეგ. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ეს სანქციები. სანქციების პარალელურად კრემლში ამბობენ, რომ დონალდ ტრამპის მიერ შეცვლილი კურსი შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობებისთვის მხოლოდ საზიანო იქნება. ქვეყნის პრეზიდენტმა ისიც დაანონსა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შორმანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმების შემთხვევაში პასუხი თუ გამოუგნებელი არა, ძალიან სერიოზული იქნება.
ამჟამად ჩვენ ვაანალიზებთ გამოცხადებულ სანქციებს და რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოდ იქნება შესაბამისობაში ჩვენ ინტერესებთან. ჩვენ როგორც წესი არ ვმოქმედებთ სხვის წინააღმდეგ, ჩვენ ვმოქმედებთ საკუთარი სარგებლისთვის. დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო. თუმცა შეერთებულ შტატებში კრემლის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევიჩ ავიდა. ის შეხვედრას მის კოლეგასთან სტივ ვიტკოვთან გამართავს. ვაშინგტონში კი რუსეთის მხრიდან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ საკმარის ინტერესს ვერ ხედავენ. სანქციების დაწესებასაც ამ მიზეზით ხსნიან. პრეზიდენტი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებდა, როდესაც ამას საჭიროდ და მიზანშეწონილად ჩათვლიდა. გუშინ სწორედ ეს დღე იყო. ვფიქრობ, პრეზიდენტი დიდი ხანია გამოხატავს თავის იმედგაცრუებას ვლადიმერ პუტინისა და გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ ომის ორივე მხარის მიმართ. ის ყოველთვის ამბობდა, რომ კარგი სამშვიდობო შეთანხმებისთვის ორივე მხარე დაინტერესებული უნდა იყოს. სამწუხაროდ, ბოლო დროს რუსეთის მხრიდან საკმარისი ინტერესი არ ჩანს მშვიდობისკენ სწრაფვის მიმართულებით. დღის ბოლოს უკრაინაში ასეთი ვითარებაა. რუსეთის არმიის მიერ ხერსონის დაბომბვას 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაშავებულია სულ მცირე 17 პირი. პარალელურად რუსეთში აცხადებენ, რომ კრასნოგორსკში ერთ-ერთ შენობაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.